Cierto, vos. ათონის 18 ნომერი რო არის. ხოიცი? მე მან ცხოვრობდი. მან დავიბადე დაჟე. მან სახში. ხოიცი როგორ მოხდი კუჩაში? ეს საინტერესო ისტორია პრინციპში. სისულელეს გულსის. რო ვენდე ადამიანს. ძმას არენდობა. მე კი ვენდე. 24 მარტს მე ვაძლევ ბეის $200 31-ზე უნდა ავიღო ბინა ოროთახიანი. მეთქი ერთ ოთახში დედა ჩემი იქნება, მეორე ოთახში მე. 26-ში დედა ჩემი კვდება. იქ ავიღე ტრიტრისად. 3300-ად. არც ნოტარიოში გავატარე, არც არაფერი. ვენდე პროსტა. აი ადამიანურად ვენდე. მივეცე ხელში პული. გაზის ერთი კვირა არ მიფორმებელი. მე გამიფორმები მეთქი. პული ხო მოგეცეთ მეთქი. არაო, ჩვენ მაგ ფაში არ ყვიდო. $500 დაამატებო და მაშინ გამიფორმე. მაშინ მე უკვე $500 ამქონდა. კაუჩი ერთი წელიწადი ვიცხოვრე. იქიდან მე გამაგდეს. ხანაც მაგასთან ვიცხოვრე გუდანში ერთი 6 თვე. ხან კუჩაში მატანწალე აქ პაზებკაში ჩემი ძმაკაცი მუშაობდა. დაცვის უმროსად მაგასთან ვიყავი ღამეები, მაგასთან ვშებოდი. იქ დიდი ეზო რო არის სომხურ სკოლასთან. დიდი ეზო. მათ ბიჭებმა პატარა ქოხი ამიშენეს. 3 წელიწადი იქ ვიცხოვრე და მე ბოლო უკვე გადმოვიდი აქ 8 წელიწადი აქ ვარ. აი ჩემი ფორმა სტანგაზე პოპულთან საღამოთი მივდივარ 9:30-ზე და თქვენ ვარ. რომაეთი, 7 მაეთი, 10 მაეთი გამომდის, მე ყოფა, ხო? სადაა ვარ? კაციშვილი არის ის. აი შენ თუ ეთქვი გააგებინე, ეგ სხვა არის. თორე კაციშვილი არ არის ის. მე სადა ვარ, ვაფშე ვარო. არა, ვის რა უნდა უთხრა, კაცო, ვირას დაგეხმარება, მოიცა რა თუ მაგა. არა მე არავინ არ მაწუხებს, მე არავის არ მაწუხებ. რას იზამ? ეგრე მოხდა. ეს ცხოვრება, რას იზამ? რას ვიღებ? 21 საუკუნის ნიკო ფილოსოფანი. და კაიკაცია. აი, პაპა ნიკოლას სურათს იღებენ. ხო, კაიკაცია. მიგვიხევით.